საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. ჩვენი გაკვეთილის თემა რიცხვების გამრავლება. დავითვალოთ, ყვავილების რამდენი სამეულია დაფაზე? 1, 2, 3, 4, 5. ახლა კი გავიგოთ, სულ რამდენი ყვავილია? ვითვლით სამეულებით. 3, 6, 9, 12, 15. ახლა ყვავილების ეს ოდენობა წარმოვადგინოთ ჯამის სახით. 3-ს მივუმატოთ 3, მივუმატოთ 3, მივუმატოთ 3, მივუმატოთ 3, ტოლია 15-ის. როგორც ხედავთ, შესაკრები რიცხვები ერთნაირია. ერთნაირ შესაკრებთა ჯამი შეგვიძლია წარმოვადგინოთ მოქმედება გამრავლების საშუალებით. რა რიცხვია აღებული შესაკრებად? რიცხვი 3. რამდენჯერ არის იგი აღებული შესაკრებად? 1, 2, 3, 4, 5. 5ჯერ. მას ამ ჯამის წაკითხვა შეგვიძლია ასე: 5ჯერ 3. ჩავწეროთ 5, გავამრავლოთ 3-ზე, ტოლია 15-ის. ეს გამრავლების ნიშანია. 5 და 3 გამრავლების კომპონენტებია. მათ თანამამრავლები ეწოდება. 15 შედეგია, მას ნამრავლი ეწოდება. წავიკითხოთ ეს ტოლობა. 5 გავამრავლოთ 3-ზე, ტოლია 15-ის. 5-სა და 3-ის ნამრავლი ტოლია 15-ის. 5ჯერ 3, ტოლია 15-ის. 5, ანუ პირველი თანამამრავლი გვიჩვენებს, რამდენჯერ არის რიცხვი აღებული შესაკრებად. 3, მეორე თანამამრავლი გვიჩვენებს, რა რიცხვი არის აღებული შესაკრებად. ახლა კი მოდით დავითვალოთ, კუბურების რამდენი ხუთეულია? 1, 2. ახლა გავიგოთ, სულ რამდენი კუბურაა? ვითვლით ხუთეულებით. 5, 10. წარმოვადგინოთ კუბურების ეს ოდენობა ჯამის სახით. 5-ს მივუმატოთ 5, ტოლია 10-ის. ახლა კი ეს ჯამი წარმოვადგინოთ გამრავლების სახით. რამდენჯერ არის აღებული რიცხვი 5? შესაკრებად 2ჯერ. მას წავიკითხოთ 2ჯერ 5. 2 გავამრავლოთ 5-ზე, ტოლია 10-ის. ახლა კი დავითვალოთ, 5 კუთხედების რამდენი სამეულია? 1, 2, 3. სულ რამდენი 5 კუთხედია? ვითვლით სამეულებით. 3, 6, 9. ახლა კი წარმოვადგინოთ 5 კუთხედების ეს ოდენობა ჯამის სახით. 3-ს მივუმატოთ 3, მივუმატოთ 3, ტოლია 9-ის. ახლა კი წარმოვადგინოთ ეს ჯამი გამრავლების სახით. რამდენჯერ არის აღებული რიცხვი 3 შესაკრებად? 3ჯერ. მას ვწერთ 3 გავამრავლოთ 3-ზე, ტოლია 9-ის. 3ჯერ 3, ტოლია 9-ის. ახლა კი დავითვალოთ, ღიმილების რამდენი წყვილია? 1, 2, 3. სულ რამდენი ღიმილია? 2, 4, 6. წარმოვადგინოთ ღიმილების ეს ოდენობა ჯამის სახით. 2-ს მივუმატოთ 2, მივუმატოთ 2, ტოლია 6-ის. ახლა კი ეს ჯამი წარმოვადგინოთ გამრავლების სახით. რამდენჯერ არის აღებული რიცხვი 2 შესაკრებად? 3ჯერ. მას ვწერთ 3ჯერ 2, ტოლია 6-ის. ახლა კი წრეების ეს ოდენობა წარმოვადგინოთ ჯამის სახით. წრეების რამდენი ოთხეული გვაქვს? 1, 2, 3. სულ რამდენი ოთხეულია? ვითვლით ოთხეულებით. 4, 8, 12. წარმოვადგინოთ წრეების ეს ოდენობა ჯამის სახით. 4-ს მივუმატოთ 4, მივუმატოთ 4, ტოლია 12-ის. ახლა კი ეს ჯამი წარმოვადგინოთ გამრავლების სახით. რამდენჯერ არის აღებული რიცხვი 4 შესაკრებად? 3ჯერ. წერთ 3, გავამრავლოთ 4-ზე, უდრის 12-ს.
წავიკითხოთ 3-სა და 4-ის ნამრავლი ტოლია 12-ის. 3 ჯერ 4 უდრის 12-ს. ახლა კი განვიხილოთ დაფაზე მოცემული ცხრილი. რამდენი სტრიქონია ამ ცხრილში? 1, 2, 3, 4, 5. რამდენი ყვავილია თითოეულ სტრიქონში? 1, 2, 3. ახლა დავითვალოთ სულ რამდენი ყვავილია. ვითვლით სამეულებით. 3, 6, 9, 12, 15. ახლა კი ყვავილების ეს ოდენობა წარმოვადგინოთ ჯამის სახით. 3-ს მივუმატოთ 3, მივუმატოთ 3, მივუმატოთ 3, მივუმატოთ 3. სულ 15 ყვავილია. ახლა კი წარმოვადგინოთ ეს ჯამი მოქმედება გამრავლების საშუალებით. რამდენჯერ არის აღებული რიცხვის 3 შესაკრებად? 1, 2, 3, 4, 5. 5 ჯერ. მას ჩავწეროთ 5 ჯერ 3 უდრის 15-ს. 5 არის სტრიქონების რაოდენობა. 3 არის ერთ სტრიქონში ყვავილების რაოდენობა. ახლა კი მოდით ყვავილების ეს რაოდენობა დავითვალოთ სვეტების მიხედვით. რამდენი სვეტი გვაქვს? 1, 2, 3. თითოეულ სვეტში რამდენი ყვავილია? 1, 2, 3, 4, 5. დავითვალოთ სულ რამდენი ყვავილია? 5, 10, 15. ახლა კი წარმოვადგინოთ ყვავილების ოდენობა ჯამის სახით. 5-ს მივუმატოთ 5, მივუმატოთ 5, ტოლია 15-ის. რა რიცხვი აღებული შესაკრებად? რიცხვი 5. რამდენჯერ არის იგი აღებული შესაკრებად? 3 ჯერ. ახლა კი ეს ჯამი წარმოვადგინოთ გამრავლების სახით. 3 ჯერ 5 უდრის 15-ს. როგორც ხედავთ, ნამრავლი არ შეიცვალა. თანამამრავლთა გადანაცვლებით ნამრავლი არ შეცვლილა. ეს გამრავლების თვისებაა. თანამამრავლთა გადანაცვლებით ნამრავლი არ იცვლება. მაშა სადამე ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ ორი ტოლობა. 3 გავამრავლოთ 5-ზე, ტოლია 5 გავამრავლოთ 3-ზე. ეს არის გამრავლების გადანაცვლებადობის თვისება. ახლა კი მოდით დავითვალოთ რამდენი სტრიქონია ამ ცხრილში. 1, 2. დავითვალოთ თითოეულ სტრიქონში ნაძვების რაოდენობა. 1, 2, 3, 4, 5, 6. ჩავწეროთ ნაძვების რაოდენობა 2 გავამრავლოთ 6-ზე. ტოლია 12-ის. მას გამოვიყენოთ გამრავლების თვისება და ჩავწეროთ მეორე ტოლობა. თანამამრავლებს შეუცვალოთ ადგილები. 6 გავამრავლოთ 2-ზე, ტოლია 12-ის. ახლა კი დავითვალოთ რამდენი სტრიქონია ამ ცხრილში. 1, 2, 3, 4. რამდენი ღიმილია თითოეულ სტრიქონში? 1, 2, 3. დავითვალოთ სულ რამდენი ღიმილია ვითვლით სამეულებით. 3, 6, 9, 12. წარმოვადგინოთ ღიმილების ეს რაოდენობა ჯამის სახით. 3-ს მივუმატოთ 3, მივუმატოთ 3, მივუმატოთ 3, ტოლია 12-ის. რამდენჯერ არის აღებული რიცხვის 3 შესაკრებად? 4 ჯერ. წარმოვადგინოთ ეს ჯამი გამრავლების სახით. 4 ჯერ 3. ახლა კი გამოვიყენოთ გამრავლების თვისება და ჩავწეროთ მეორე ტოლობა. 4 ჯერ 3, ტოლია 3 ჯერ 4-ის. ახლა კი მოდით ეს ჯამი წარმოვადგინოთ გამრავლების სახით. რამდენჯერ არის აღებული რიცხვის 9 შესაკრებად?
1 2 3 4 5 ხუთჯერ რა რიცხვი არის აღებული შესაგრებად? რიცხვი 9. ჩავწეროთ ტოლობა 5 გავამრავლოთ 9-ზე. გამოვიყენოთ გამრავლების თვისება და ჩავწეროთ მეორე ტოლობა. ტოლია 9 გამრავლებული 5-ზე. ახლა კი მოდით ეს ჯამი წარმოვადგინოთ გამრავლების სახით. რა რიცხვია აღებული შესაგრებად? რიცხვი 5. რამდენჯერ არის აღებული ეს რიცხვი შესაგრებად? 1 2 3 4 4ჯერ. მას ჩავწეროთ 4ჯერ 5. გამოვიყენოთ გამრავლების თვისება და ჩავწეროთ მეორე ტოლობა. 4ჯერ 5 ტოლია 5ჯერ 4-ის. ახლა კი ეს ნამრავლი წარმოვადგინოთ ჯამის სახით. პირველი თანამამრავლი გვიჩვენებს რამდენჯერ არის რიცხვი აღებული შესაგრებად, ხოლო მეორე თანამამრავლი გვიჩვენებს რა რიცხვი აღებული შესაგრებად. მას შესაგრებად არის აღებული რიცხვი 7. რამდენჯერ? 3ჯერ. ჩავწეროთ 7-ს, მივუმატოთ 7, მივუმატოთ 7. ახლა კი ეს ნამრავლი წარმოვადგინოთ ჯამის სახით. რამდენჯერ არის რიცხვი 2 აღებული შესაგრებად? 4ჯერ. ჩავწეროთ 2-ს, მივუმატოთ 2, მივუმატოთ 2, მივუმატოთ 2. მას ჩვენ ამ გაკვეთილზე ვისწავლეთ რიცხვების გამრავლება. ასევე ვისწავლეთ გამრავლების თვისება, გადანაცვლებადობის თვისება. თანამამრავლთა გადანაცვლებით ნამრავლი არ იცვლება. ამით ჩვენი გაკვეთილი დასრულდა. გისურვებთ წარმატებებს.